მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, დღეს რუსეთის რეგულარულმა ძალებმა გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და ღია და დაუფარავად შეიჭრნენ ამ ქვეყანაში. მათ აიღეს რამდენიმე ქალაქი, რასაც მოჰყვა დიდძალი მსხვერპლი, დევნილების დიდი ნაკადი და ასევე არის ძალიან ბევრი დაჭრილი. ამასთან დაკავშირებით ქართულმა პატრიოტებმა თავისუფალი ზონიდან სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებით შეღებეს თბილისის ერთ-ერთ ხიდზე საბჭოთა სიმბოლოები, რასაც მოჰყვა მათი დაკავება პატრულის 20-მდე ეკიპაჟის მიერ, ჩატარებული იქნა პრაქტიკულად სამხედრო ოპერაცია რამდენიმე უნებელი ადამიანის დასაკავებლად. მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. 1993 წელს უკრაინელები მონაწილეობდნენ აფხაზეთისათვის ბრძოლებში საქართველოს მხარეს და მათ ყავდათ მსხვერპლი საქართველოს მხარდაჭერისათვის. შემდეგ 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი პირადად იცავდა თბილისის ინტერვენციის დროს, ხოლო 1993 წელს უკრაინის საჰაერო ფლოტმა გადაარჩინა ასეულობით ქართველი ჭუბერის უღელტეხილზე სიკვდილისაგან. ამის საპასუხოდ საქართველოს სამარცხვინო მთავრობამ პუტინის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არც ერთხელ არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პრაქტიკულად დაიჭირა რუსეთის მხარე და ჰუმანიტარული დახმარებაც კი არ აღმოუჩინა მოძმე ხალხს. საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცედ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისათვის და გამოთქვამს წმენას, რომ აგრესორი პუტინი დაამთავრებს ძალიან ცუდად და მასთან ერთად კოლაბორაციონისტი მარიონეტი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად მიიღებს ქართველი ხალხის პასუხს. ამასთან მინდა გითხრათ, რომ დაკავებული არის 5 ადამიანი. ესენი გახლავენ დათო გოგოხია, ვანო მაღალაშვილი, ალექსანდრე იაკობიძე, რუსუდან ჭედლიძე და ცოტნე ხარაზიშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამ ბრიფინგის შემდეგ გადავინაცვლებთ მათი დაკავების ადგილას და არავითარ შემთხვევაში მთავრობას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ასე დააკავოს ქართველი პატრიოტები და პატრიოტული გზნობების გამოხატვისათვის გამოკეტოს ისინი ციხეებში. დიდი მადლობა.